ძალიან დიდი სისულელე და რატო გააკეთეს ის აი მიზეზი ვერ მოყავს ვერავის მთავრობის წარმომადგენლებიდან ხო შეიძლება ვიღაც გამოვიდეს ვინც განათლების სფეროში მოღვაწეობს და დაასახელოს ერთი მიზეზი თუ რატო მოხდა მე-12 კლასის შემცირება წარმოიდგინეთ ეხლა ვიღაცა დირექტორის ვიღაცა ქოცი დირექტორის ნებაზე იქნება დამოკიდებული ხვალ მე პირადად ენრიკო გოგავა რომელსაც მაქვს თქვა ესა და ამადამ სფეროში განათლება ვასწავლი თუ არა ბავშვს აღნიშნულ საგანს რა რავი და მიკარგავს როგორც ოჯახის შემოსავალს ესევე შეურაცხყოფას აყენებს ჩემს პიროვნებას რა მივიგეთ საბჭოთა კავშირის 70 წელი სამწუხაროდ დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის პერიოდში რაც საქართველოს დამოუკიდებელია სამწუხაროდ არც ერთმა ხელისუფალმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია განათლების სისტემას და შესაბამისად სავალალო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ხოლო რაც შეეხება ოცნებას, რასაც ოცნება აკეთებს კონკრეტულად აი სკოლებთან დაკავშირებით რო ავიღოთ მაგალითი რა, რაც სკოლებში ხდება, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად ცუდი შედეგის მომტანი საომავლო ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ იმ სკოლებში ჩვენი ქვეყნის მომავალი იზრდება რა და შესაბამისად ის ზონდერები, რომლებიც ჩანერგილი ყავს სკოლებში, როგორც მასწავლებლების, ისევე თქვა დირექტორების სახით, ხო, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ არჩევნებისთვის გამოიყენონ ეს ხალხი, ხო? ეს ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს მომავალ თაობაზე. ჩემს ვაჟიშვილსაც აქვს იმის სურვილი, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს, მოუწევს და მეც მომიწევს დამატებითი ხარჯების გაწევა იმისათვის, რომ ის ერთი წელი ევროპის რომელიმე კოლეჯი იქნება თუ რაიმე უმაღლესი სასწავლებელი იქ შეასრულოს 12 კლასი, მოდი ესე ვთქვა და შემდეგ უკვე ისწავლოს შესაბამის უნივერსიტეტში, სადაც მას ენდობება სწავლა-განათლების მიღება. როცა მასა არის გაუნათლებელი და საზოგადოება არის გაუნათლებელი, იმ მასის და იმ საზოგადოების მართვა ძალიან ადვილი ხდება რა. რაც უფრო ბევრ ბარიერს შექმნის დღევანდელი იქნება თუ მომდევნო მთავრობები იქნება ესენი რომ მუდამ არ იქნებიან აუცილებლად შეიცვლებიან შეუქმნიან განათლების სისტემას პრობლემას იმდენად უარეს მომავალ თაობებს მივიღეთ რა ასე რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხელისშეწყობა განათლების სისტემაზე მაქსიმალური მორჩილება უნდა იყოს რა ეს ამათი იდეა საკუთარ წრეში დაერიან მათიანებს და საკუთარ წრეს გადაუარეს და კაცი ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო სიტყვა არ ათქმევინენ ბიჭო ათქმევიე სიტყვა იქნება რაღაცი უნდა თავი რომ გაიმართლოს ხო რავი აბა